კიდევ ერთი აღმოჩენა, რომლითაც მე პირადად ძალიან ვამაყობ, არის ივანე თალაშვილი. აი აქ თქვენ ხედავთ საოცარ ნახატებს, ხო, წარმოდგენილს. როდესაც პირველად ივანეს ნახატები ნახე, მე გამახსენდა რუსუდან ფეტიაშვილი. მისი სტილი და მისი ტექნიკა. ივანე, და ძალიან მინდოდა რომ გამოცნა შენი თავი საზოგადოებისთვის. მე ვარ ივანე თალაშვილი, მხატვარი, თვითნასწავლი ვარ. ცოტა ხანი დავდიოდი ხატვაზე, მაგრამ გადავწყვიტე რომ თვითონ უფრო კარგი ნახატებს დავხატავდი, რომ ჩემი აზრი უფრო კარგად გამომიხატა ამ ნახატებში. და ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ამ გამოფენაზე მობრძანება. ჩემთვის დიდი პატივია რომ ჩემი წვლილი შევიტანე ამ გამოფენაში და დიდ მადლობას ვუხდი ამ პროექტს ამისთვის. შენ გარემართა მხატვარი, სპორტსმენი. კი, მოკრივე ვარ, რამდენიმე შეჯიბრზე ვარ გასული და წარმატებებიც მაქვს. აი სამომავლოდ რომელმა უფრო გადაწყვეტა სპორტმა თუ მხატვრობა? რა ვიცი, მხატვრობაზე როგორც მომავალ პროფესიაზე ასე არ მიფიქრია, მაგრამ არც სპორტზე რა, უფრო სწავლას ვაპირებ და შემდეგ სწავლის ამ ხრივ ვაპირებ გაგრძელებას. ალბათ მხატვრობ და სპორტი შენი ჰობია. კი, რა თქმა უნდა, ამასაც ყოველთვის. მაინც რა პროფესია გადარჩენილი? არ ვიცი, ასე ჯერ არ ჩამოყალიბებული ვარ, მაგრამ უფრო არქიტექტორობა მიზიდავს. თან ხატვაც ამას უფრო კარგად ავსახავ ხატვითაც და როგორ დაიწყე ხატვა? პირველი ნახატი როგორ შექმნა? არ ვიცი, პატარაობაში ძალიან მიზიდავდა ხატვა და შემდეგ ხატავდი ჩემთან სკოლაშიც, ბევრს ხატავდი სახლშიც. შემდეგ ცოტა ხანი მივედი ხატვაზე და იქ კიდევ ძალიან კარგად გავიგე და შევისწავლე ამ ხატვაზე ბევრი რამ და ამან უფრო მიმიზიდა ხატვისკენ და ამიტომ უფრო ჰობად გადავაქციე ეს ხატვა რა ჩემთვის. აი რატო ეს მიმდინარეობდა? იმიტომ რომ რა ვიცი, არც მიზიდავდა ფერებში ხატვა, ძალიან ბანალურად მეჩვენებოდა ფერებში ხატვა და ვაპირებდი რომ უფრო შავად დამეხატა ან კალმით, იმიტომ რომ უფრო ლამაზად გადმოსწევს თითქოს კონტურებს კალამი და არც ბევრი წვალება არ სჭირდება. თან ძალიან მარტივია და უფრო ლამაზიც არის ჩემი აზრით, ჩემი პირადი აზრით, ძალიან ლამაზია კალმით დახატული ნახატები. აი ხატვას ბიძგი არ სჭირდება, ჩემი აზრით, ასეთი მოტივაცია არ სჭირდება, როდესაც დაჯდები ნახატთან და ფურცელთან რომ დაჯდები, შენ თვითონ გაფიქრდება რა უნდა დახატო, როგორი უნდა გამოვიდეს ნახატი. შეიძლება თავიდან მოფიქრებულიც არ გქონდეს რა უნდა დახატო, მაგრამ ამ პროცესში თვითონ მოდის ეს იდეები და უფრო მეტად შეგიძლია ამ ნახატებს გაუგო. აი ძალიან ეს ჩემი ნახატებიც არ იყო თავიდან მოფიქრებული, არ მქონდა გადაწყვეტილი რა უნდა დამეხატა. ნელ-ნელა მოდიოდა ეს აზრები და შემდეგ ვანხორციელებდი ამ აზრს, ჩემი აზრი გადმოხონდა ფურცელზე უკვე. თავისუფალ დროს, რა ვიცი, ბევრი რაღაც თუ არ დაკავებული ხატავ ხოლმე, ან ვსეირნობ უბრალოდ ბუნებაში. ესა ძალიან მეხმარება, რომ ხატვას შემდეგ უფრო კარგად დავხატო და გადმოცე ჩემი აზრი ამ ნახატებში, ეს ძალიან კარგი მეხმარება. ჩემი ნახატები მე თვითონ უფრო მომწონს, როდესაც ჩემი ნახატებს უყურებ და მტკბები ამ ნახატები, ძალიან კარგი არის. იონე, ნახატების რეალიზაცია სიმართლე გითხრათ არა, იმიტომ რომ ეს ნახატები ჩემთვის უფრო დიდ იმას და რა ქვია, დიდ ქონებას წარმოადგენს და მიყვარს ჩემი დახატული ნახატები. რომ სახლში რომ მაქვს ხოლმე და რომ უყურებ, უფრო მეტ სიამაყეს ვქცევ ამ ნახატებისგან. როდესაც ჩემი ნახატებს მე თვითონ უყურებ რა გავაკეთე და როგორი კარგი ნახატები გამომივიდა. არ ვიცი, ახლა ზოგში სიმართლე გითხრათ, ბევრი რაღაც არც შემიცვლია და არც მომწონებია, მაგრამ რაც გამოვიდა, ესეც ამიტოს ყოფილი ვარ. მადლობა ივანე, იმისთვის რომ ხართ. მადლობა.
ივანე, მადლობა იმისთვის, რომ დღეს ბოლო გაგიცანით და აი ეს პატარა სუვენირით შენ და ძალიან მინდა რომ შენი წარმატების თითფრინავი დღეიდან აფრინდეს და სულ იფრინოს და იფრინოს და იფრინოს. მადლობა. და რა თქმა უნდა გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობების და მეგობრობის. ივანე, ჩვენ გავიცანით პროექტის თოგზე გაკიდული ხელოვნება, რომელი პროექტი გრძელდება და იმ პროექტის ფარგლებში ივანე ისევ უпростоრად ჩვენ ჩავალთ ივანესთან უკვე სახლში. მადლობა ივანე.